მოგესალმებით ყველას, ბატონო პრემიერო, პატივცემულო ელჩო, პატივცემულო დეპუტატებო, ძვირფასო სტუმრებო, ბიზნესის წარმომადგენლებო, დიდი მადლობა ყველას დღეს მობრძანებისთვის. დღეს წარმოგიდგენთ პროფესიული განათლების ახალ ხედვას და პირველ რიგში მინდა ვთხოვო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მისასალმებელი სიტყვისთვის. გთხოვთ. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას, ბატონო ელჩო, მიესალმებით პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა მოვისმინოთ მინისტრისგან პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენ გვქონდა არაერთი განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, ზოგადად თუ როგორ უნდა განმავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება, იცით რომ ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების რეფორმის არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე განათლების სისტემის. იცით რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგაბაღების შენებლობა რეაბილიტაციის საქმეში პროექტში განვითარებისთვის, ასევე ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაციაში, მშენებლობაში. ეს პროცესი დაწყებულია უკვე დაახლოებით ამის ნახევარი 400 სკოლის პროექტი კონტრაქტები არის გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული. ასეთივე მდგომარეობა არის ბაგაბაღების შენებლობის ნაწილშიც. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ ზოგადად პროფესიული განათლების ბიუჯეტი. გავაოთხმაგეთ და მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით 30 საჯარო პროფესიული კოლეჯი არის შექმნილი, სახელმწიფო კოლეჯი არის შექმნილი, 40-მდე ლოკაცია არის გამოყოფილი, თავის ფილიალების ჩათვლით მე გულისხმობ, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი ჰქონდა ბიუჯეტი პროფესიული განათლების. ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში. 200 მილიონი ლარი ბოლო 10 წელიწადში. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ჩვენს თავარ გამოწვევას. იცით რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ თავარი გამოწვევა რაც გამოიკვეთა, მათ შორის ბიზნესთან მქონდა მე არაერთი შეხვედრა, მათ შორის ძალიან გულსხველი საუბრები. თავარი გამოწვევა ეს არის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარება. გვესმის კარგად რომ მძლავრი ეკონომიკური განვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და პროფესიონალების ჩამოყალიბება, რომელთა ცოდნა და უნარები სრულ შესაბამისობაში იქნება დამსაქმებლისა და კერძო სექტორის საჭიროებებთან. მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაწყვეტილებით დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას, ბიზნეს წარუდგენთ, საზოგადოებას წარუდგენთ ახალ შეთავაზებას. ეს იქნება რეალურად, ეს არის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული წინადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში ჩვენს მიერ თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან თქვენთან ერთად პროფესიული პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაზრდას. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმე, ზოგადად ამ პროფესიული განათლების პრესტიჟის გაზრდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებელია, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ მთავრობამ და ბიზნესმა ორივე ერთად. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირება სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შეეძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდგომ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე. ასევე მინდა რამდენიმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, ციფრი მოგაწოდოთ და ფაქტებით გესაუბროთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას.
რომ როგორც გვაღნიშნეთ, ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი დღეს ბაზარზე, გვაქვს ძლიერ ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება, ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელის. რაც სერიოზული პრობლემაა. ჩვენ 2-3 წლის წინ მქონდა პირიქით მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას, და დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. აი მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს შემოსული ვაკანსიების თანახმად. ჩვენ მხოლოდ ამაზე მინდა გესაუბროთ. გამიგვითა ყველაზე მსხვილი სფეროები. ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორც არის არასწორო ბიზნესი და ასე შემდეგ. ასევე მესამე მმართველობა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მმართველობა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები. სულ სააგენტოში დღეის მდგომარეობით 10,000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული. უფრო საინტერესოს გეტყვით ახლა რა ხდება შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარეს კვლევა და შარშან ესე იგი გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა. რაც უნდა ითქვას საგანგაშოა. და სწორედ აი ამ კვლევაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრს წარმოგიდგენთ. გამოიკვეთა, რომ შარშან 1 სექტემბრის მდგომარეობით ბოლო 1 წლის განმავლობაში საწარმოთა 32%-ს ქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში თითქმის 140,000 ვაკანსია შეადგინა. 140,000 შეადგინა ვაკანსიების ჯამურმა რაოდენობა. ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო, აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სასტიკური მონაცემები. იცით რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, ასე ვიტყოდი, საკმაოდ შევამცირეთ სიგარები, უმუშევრობა. სიგარები და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ გავიხსენებთ 12 წელს, მაშინ სიგარების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% დაახლოებით უმუშევრობის მაჩვენებელი და სიგარები არის 15%-ზე ჩამოსული. 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიგარები საქართველოში ბოლო 10 წელიწადში. ამიტომ ჩვენი ახლა ამ გამოწვევას რო უპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე დაყრდნობით და აი ამ გამოწვევაზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია კიდევ მინდა გავიმეორო. რა თქმა უნდა ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარეს პროფესიულ კოლეჯში და რა თქმა უნდა დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს. აი ეს მინდოდა მოკლედ მე თქვა თქვენთვის, მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინიშნა ministrad. ვფიქრობ საინტერესო კონცეფცია არის, მანამდე რა თქმა უნდა სააგენტოში იყო დამუშავებული მთელი რიგი ხედვები და ახლა ვთხოვოთ ბატონ მინისტრს წარმოგიდგინოთ ეს ახალი ხედვა და კონცეფცია. დიდი მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, იმედია ხმა კარგად ისმის. მადლობა ბატონო პრემიერო. უნდა დავიწყო აუცილებლად მადლობით, ვინაიდან თქვენ აქტიურად ხარს უჭერთ ყველა იმ მიმდინარე რეფორმას, რომელიც ახლა სამინისტროში მუშავდება, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულებით. პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ჩვენ ვიცით სულ ბოლო კვლევა ბიზნესის, სადაც პირველ ადგილზე პრობლემად, საჭიროებად დღეს სახელდება სწორედაც რომ პროფესიული უნარების მქონე კვალიფიციური კადრები. შესაბამისად, სწორედ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის, რომ პროფესიული განათლება ეს არის პრაქტიკულად ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ხერხემალი და დასაქმებისკენ ყველაზე მოკლე გზა. ჩვენ დავამუშავეთ ყველაზე კარგი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული საჯარო შემოთავაზება, ასე ვიტყოდი,
ნამდვილი საჯარო კერძო პარტნიორობა პროფესიული განათლებისთვის, რომელიც ახლა გვინდა წარმოგიდგინოთ. ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს 6 ძირითადი მიმართულება უნდა იყოს იმ გზის გაჭრა, იმ პრობლემების სწრაფად გადაჭრის ხერხი, რომელიც დღეს დაგროვებული გვაქვს. ამიტომ ჩემი პრეზენტაცია, მოკლე პრეზენტაცია კონცეფციის შეეხება ამ 6 ძირითად მიმართულებას. და რა თქმა უნდა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის საჯარო შეთავაზება ბიზნეს, კერძო სექტორს, დამსაქმებლებს. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ პროფესიული კოლეჯების, საჯარო კოლეჯების განვითარებაში, მათ შორის კერძო კოლეჯებსაც სხვადასხვა გადამზადების პროგრამებში ვაფინანსებთ და ვეხმარებით, თუმცა გამოცდილებით, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით ჩვენ ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელია იმ ნიშნულებზე, იმ შედეგებზე გასვლა, თუ კიდევ უფრო ახლოს არ ჩავრთავთ ბიზნეს, კერძო სექტორს და უკვე რეალურად სახელმწიფო გახდება. არა მხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერი პროფესიული განათლების განხორციელებაში, არამედ თანაინვესტორიც. ჩვენ ზათა ვართ თქვენთან ერთად დავხსნით უკვე ამ ფანჯარას და ოფიციალურად 15 ნოემბრიდან ყველა ბიზნესის წარმომადგენელს, ბიზნესთა ჯგუფს თავიანთი იდეების ფარგლებში შეეძლებათ მომართონ სამინისტროს. თავარი რაც თქვენ უნდა დაგვისაბუთოთ, ეს არის თუ როგორ შეძლებთ იმ ადამიანების გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას და ჩვენ მზათა ვართ. კი გარდა ფინანსური, გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, გავხდეთ ამ პროცესის ინვესტორებიც და აქ ნაჩვენებია ყველა შესაძლო მოდელი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატით, ეს შეიძლება იყოს ახალი კოლეჯის ერთად დაფუძნება, არსებული კოლეჯის მართვაში გადაცემა, არსებული კოლეჯის მიმართულების მართვაში გადაცემა, საწარმოს კომპანიის ბაზაზე სხვადასხვა მომზადება-გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა და იქ შექმნა, ასე ვთქვათ, მინი ტრეინინგ თუ კოლეჯის მოდელი, ან ნებისმიერი სხვა, რომელიც ეფექტურად დაგვანახებს, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავარი ამოცანა. და ამოცანა კი, რა თქმა უნდა, გახლავთ განათლება და დასაქმება. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ ერთობლივად შევქმნათ და განვახორციელოთ პროფესიული განათლება. ჩვენ, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე მეთოდური, ასევე პროგრამების შექმნის ნაწილში მზათა ვართ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად, მათ შორის ჩავდოთ ინვესტიცია და რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანი არის ასევე პარტნიორი ორგანიზაციების და დონორების მონაწილეობაც, რომელთაც ასევე მადლობას გიხდით იმ აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, დღეიდან მეგობრებო, ყველა დაინტერესებულ მიმართულებას ღია კარი გაქვთ სამინისტროში, რომ ამ კუთხით ჩვენ ნებისმიერ ფორმატში დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ბატონმა პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და იმ კვლევების, იმ მოთხოვნების, იმ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გამოვყავით შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები, თუმცა აქვე ვიტყვი, ამ პრიორიტეტული მიმართულებების გარდა თუ დასაბუთდება ბიზნესის მხრიდან და დავინახავთ საჭიროებას, რომ იმ დარგში ნამდვილად საჭიროა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოთვლილი პრიორიტეტული მიმართულებების მიღმაც მზათა ვართ განვახორციელოთ იგივე მოდელის თანამშრომლობა, რომელიც მე ახლა ვისაუბრე, თუმცა პრიორიტეტი იქნება ეს მიმართულებები, ეს გახლავთ ტურიზმი და მასპინძლობა, სატრანსპორტო მიმართულება, IT მიმართულება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ინფორმაცია და კომუნიკაციები და მშენებლობა. ეს გახლავთ ის დარგები, სადაც საკმაოდ დიდია მოთხოვნა, საკმაოდ დიდია დაინტერესება და მათ შორის მე თითქმის ყველა ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენელთან მქონდა პირველადი შეხვედრები და მახსოვს ის დაინტერესება, რომელიც ამ სექტორის წარმომადგენლების მხრიდან მოდიოდა, ამიტომ ამ პრიორიტეტული მიმართულებების ირგვლივ გვექნება პირველადი თანაინვესტირება, თუმცა განვიხილავთ ნებისმიერ სხვა მიმართულებასაც. რა თქმა უნდა, ჩვენ
ვერ გადავჭრით პრობლემას მხოლოდ თანაინვესტირებით თუ არსებულ პროგრამებს, რომელიც დღეს პროფესიულ განათლებაში გვაქვს და კვალიფიკაციებს არ გადავხედეთ, არ მოვარგეთ ის თანამედროვე და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს და შესაბამისად ასევე არ შევქმნით ის ახალი კვალიფიკაციები, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ არ აგვაქვს საქართველოში, ამიტომ ჩვენ უნარების სააგენტოსთან ერთად, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში და 2 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია, რომელიც დღეს არის ჩვენს პროფესიულ განათლების სექტორში, იქნება განახლებული, გადახედილი და მათ შორის 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ახალი კვალიფიკაცია შეიქმნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც პრაქტიკულად 2 წელიწადში ჩვენ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, შემდეგ წელს იქნება დაახლოებით 30-55 ბოლოს 40 და ჯამში ამ 2 წლიან ციკლში ჩვენ სრულად დავასრულებთ ამ პროცესს და მივიღებთ ახალი კვალიფიკაციების პროგრამებს და ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით უარს იმ ძველ მიმართულებებს პროგრამებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ალბათ აქ თომებსაც არ მოგწონთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, განახლებული კვალიფიკაციების ფარგლებში უნდა განვაახლოთ პრიორიტეტები. და პრიორიტეტებს ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განვაახლებთ შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ეკონომიკური განვითარების ტენდენციების საფუძველზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ 2 წლის შემდგომ 2025 წლიდან გვინდა გადავიდეთ უკვე ახალი დაფინანსების მოდელზე, რომელიც ერთის მხრივ იქნება ხარჯთეფექტური და თითოეული თეთრი ჩადებული ინვესტიცია წავა პირდაპირ შედეგებში, ანუ დასაქმებაში და მეორე, ეს იქნება მიღწევებზე, ეგრეთ წოდებული performance based მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ერთის მხრივ ხარჯთეფექტურობას და მეორეს მხრივ პირდაპირ შედეგების დაფინანსებას, რომელსაც პროფესიული კოლეჯები მიაღწევენ, ამიტომ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე მიდის აქტიური მუშაობა ახალი დაფინანსების მოდელზე და ახალი კვალიფიკაციების კვალდაკვალ 2 წელიწადში ჩვენ უკვე გვექნება ახალი დაფინანსების მოდელიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძი ალბათ, რომელმაც უნდა შექმნას და შეკრას ჩვენი კონცეფციის ნაწილი, ეს არის კვალიფიციური მასწავლებლები და ბატონო პრემიერო, თქვენი დავალების კვალდაკვალ ჩვენ დავამუშავეთ რამოდენიმე მიმართულება თუ როგორ უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაცია, უნარების სააგენტოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ადგილზე, როგორც მასწავლებლებთა ქსელის განვითარებაში, ასევე სხვადასხვა ტრეინინგ მოდულების დამუშავებაში, რომ მათ ადგილზე აღმოუჩინოთ კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა იმ პრიორიტეტული შერჩეული სექტორებიდან ავარჩიოთ საუკეთესო მასწავლებლები და გავაგზავნოთ ისინი ყველაზე მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში, სადაც განვითარებულია ჩვენს პარტნიორებთან ერთად და იქ ადგილზე შევმატოთ, გადავამზადოთ და აუმაღლოთ მათ კვალიფიკაცია. ასეთი იგეგმება შემდგომ წელს 50 მასწავლებლის გადამზადება და დაბრუნება საქართველოში, რომელიც აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თავის მხრივ ასევე იქნებიან ტრენერები და უკვე თავიანთ კოლეგებს ადგილზე გადაამზადებენ და ეს შესაძლებლობას მოგცემს, რომ უფრო ფართო რაოდენობაზე გქონდეს ხელმისაწვდომობა, ბუნებრივია ეს არ იქნება ერთჯერადი, ეს გაგრძელდება შემდგომ წლებსაც, თუმცა უახლოესი რაც დაგეგმილი გვაქვს, ეს არის 50 ადამიანის გადამზადება, რომელიც თავის მხრივ ალბათ რამოდენიმე ათეულის გადამზადებას უზრუნველყოფს კიდევ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე აქ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საჯარო კოლეჯები იგულისხმება, თუმცა თავისთავად შესაძლოა ეს გაზიარებულიც იყოს კერძო სექტორის მხრიდან, კერძო კოლეჯების მხრიდან, ეს არის კოლეჯების სტრუქტურული გაძლიერება. კოლეჯის ლიდერის, დირექტორის კვალიფიკაციების გადახედვა, ამაღლება, მხარდაჭერა, ვინაიდან უფრო მოქნილი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კოლეჯების სტრუქტურა მივიღოთ, ვინაიდან ჩვენ გვეგმავთ პროგრამების განახლებას, ჩვენ გეგმავთ ახალი დაფინანსების მოდელის დანერგვას, ჩვენ გეგმავთ მასწავლებლების გადამზადებას და ბუნებრივია თუ არ გვექნა სწორი გამართული სტრუქტურა, ძლიერი ლიდერი,
კოლეჯში, მაშინ ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის და ამ რეფორმის იმპლემენტაცია და განხორციელება ადგილზე. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რიგი ინიციატივები. ერთ-ერთი მათგანი იცით უკვე კანონი დაინიცირებულია და ეხება პროფესიული კოლეჯის დირექტორების არჩევითობას და 5 წლიანი ვადის განსაზღვრას იმ ავტორიზაციის ციკლით, რომელიც მათ მიენიჭებათ და ვფიქრობ, ეს ყველას ერთად მოგცემს შესაძლებლობას, რომ გავაძლიეროთ კოლეჯის ლიდერის, კოლეჯის ხელმძღვანელის როლი და მნიშვნელობა და შევძინოთ მათ დამატებითი კვალიფიკაციები. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბატონმა ირაკლიმ ისაუბრა და პირდაპირ მოდის თანხვედრაში ჩვენი ზოგადი განათლების რეფორმასთან, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებას ოდნავ მოგვიანებით წარუდგენთ. ჩვენ რამდენიც არ უნდა დავხარჯოთ მეგობრებო, ჩვენი შესაძლებლობის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის დაფარვა. ეს პრაქტიკულად რამოდენიმე 10 წლეული გაგრძელდება, ეს ერთი საკითხი. მეორე, რა თქმა უნდა, ის შინაარსობრივი, ასე ვთქვათ, დაკნინება, პრესტიჟიც, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის პროფესიული განათლების, ვერანაირი კარგი მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო კამპანიებით ვერ ამოიქაჩება, თუ ჩვენ თავიდანვე, ადრეული ასაკიდანვე არ დავიწყეთ შინაარსობრივად პროფესიული განათლების დანერგვა სკოლებში და სწორედ ამ მიზნით, როგორც საბაზო საფეხურზე და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე, მე-11-მე-12 კლასში არჩევით სავალდებულო ნაწილად. ჩვენ სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ მალე სკოლებს, სადაც საშუალო საფეხურზე იქნება რამოდენიმე მიმართულება არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო და დავნერგავთ სკოლებში ეგრეთ წოდებულ ინტეგრირებულ პროგრამებს, რომელიც ნიშნავს, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ექნებათ შესაძლებლობა მე-10 კლასიდან აირჩიონ სკოლის საგნებთან ერთად. ბუნებრივია და აქ არ უნდა ჩვენ აგვერიოს, რომ ვინმე რაიმე ფორმით ჩამორჩება ზოგადი განათლების იმ საგნებს, რომელიც აუცილებელია, პარალელურად დაეუფლება ერთ კონკრეტულ პროფესიას და სკოლის დამთავრებისთანავე მას შესაძლებლობა ექნება უკვე დასაქმდეს შრომის ბაზარზე, წამოიწყოს თავისი მცირე ბიზნესი, ან სურვილისამებრ უკვე გააგრძელოს მოღვაწეობა გნებავთ პროფესიული განათლების მიმართულებით, ან რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების მიმართულებით. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე და ინოვაცია სკოლებში. თქვენ იცით 2100 სკოლა გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივია ამას გარკვეული დრო დაჭირდება, მაგრამ 2024 წლიდან ჩვენ შევარჩევთ პირველ ყველაზე დიდ ძლიერ საპილოტე სკოლებს, სადაც დაიწყება ეს პროცესი და ვფიქრობთ, რამოდენიმე წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება ეს ფრონტი, სადაც საბოლოო ჯამში მივიღებთ ყველა სკოლაში პროფესიულ განათლებას, მივიღებთ განახლებულ პროგრამებს და კვალიფიკაციებს, ახალ პრიორიტეტებს, ახალ დაფინანსების მოდელს და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და რგოლი, ვინც არის ამ პროცესში, ეს არის კერძო სექტორი, ბიზნესი, დამსაქმებლები, რომელსაც ვფიქრობ, შევთავაზეთ და ვთავაზობთ ყველაზე ახალ ინოვაციურ, სწორ მიდგომას, რომელიც ეფუძნება ღიაობის და თანასწორობის საფუძვლებს და ჩვენ მზათა ვართ თქვენთან ერთად, თქვენი სურვილის და ინტერესის შემთხვევაში გავხდეთ არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ინვესტორიც. დიდი მადლობა ყველას დღეს მობრძანებისთვის და იმედი მაქვს გავაგრძელებთ თანამშრომლობას.